ეს არის ერთგვარი სერია ლექციებისა, რომელსაც კვადრატი და ლინჩი წარმოგიდგენთ და რომელიც არის გაერთიანებული ერთი სლოგანის ქვეშ: გაბედე და შემდეგ უკვე სხვადასხვა სფეროს ადამიანი წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას თუ როგორ ხორციელდება გაბედვა, როგორც აქტი, გამბედაობა, როგორც ამბავი საკუთარ პროფესიაში ან ზოგადად მისი წარმოდგენა. ჩემ შემთხვევაში ეს თემა შეეხება ლიტერატურას და მის გმირებს სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა დროს, როგორ ახერხებდნენ გმირები დამოუკიდებლობაში ვარჯიშს, მის მოპოვებას და რა განსხვავებაა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შორის მხატვრული გმირის შემთხვევაში. ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და ესეთ შეხვედრები თუ იქნება ხშირად, შეძლების დაგვარად, ან დროის ფაქტორის გათვალისწინებით დავესწრები აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა იმ კვადრატს გიორგი კეკელიძეს ამ შეხვედრისთვის. მართლა სავსე მივდივარ. ისეთი მოტივაციური იყო და აი გიორგის მოსმენა განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ კონკრეტული მაგალითები მოყავს ჩვენი ლიტერატურიდან, საერთაშორისო ლიტერატურიდან. ვეფხისტყაოსნის მაგალითზე აგვიხსნა, ვაჟას მაგალითზე აგვიხსნა. როგორი მომხიბვლელია ადამიანად ყოფნა მიუხედავად ყველა იმ ნაკლოვანებისა, რაც ადამიანს გააჩნია და ისიც რომ ეს ბუნებრივი მოცემულობაა, რომ ადამიანი ნაკლული არსებაა, მაგრამ მაინც ირჩევს ადამიანად ყოფნას, იმიტომ რომ საინტერესოა იმ თავის ნაკლოვანებებით. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ თუ იქნება ესეთი შეხვედრები, სიამოვნებით დავესწრები.